მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის დღის განმავლობაში მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ ამბებს გაგაცნობთ. თავდაპირველად როგორც ყოველთვის გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენთან. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ უახლოესი 20 წუთის განმავლობაში თქვენ გაიგებთ რა ხდებოდა საინტერესო კინოსა და მუსიკის სამყაროში. 23 აპრილიდან ქართველ მაყურებელს საშუალება ეძლევა კინოთეატრ რუსთაველში იხილოს მსოფლიოში გახმაურებული ფილმი ქრისტეს ვნებანი, რომლის რეჟისორიცაა მელ გიბსონი. ამასთან დაკავშირებით კინოთეატრ რუსთაველის ხელმძღვანელობის ინიციატივით ქრისტიანული რელიგიის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს ჟურნალისტებისათვის. მათი აზრით ცალსახაა, ფილმი აგებულია სახარებაზე. მასში არ არის დარღვეული მოვლენები და ბრალდება, რომელიც ანტისემიტიზმის თვალსაზრისით იყო გამოთქმული უსაფუძვლოა. ეს არის რეჟისორის ცდელობა გადაიღოს სახარების სცენები და სახარების წაკითხვა სახარებაზე ფილმი არასდროს არ იწვევს ანტისემიტიზმს. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს, რომ ჩემს პიროვნულ ტკივილებს და სულიერ ტრამვებს უმკურნალა იესო ქრისტეს ტანჯვა წამება, რაც ერთგვარად ეხმაურება კიდევაც წინასწარმეტყველებას იესოს ტანჯვის შესახებ, სადაც ნათქვამია ესაიას მიერ, რომ მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ეს დამოკიდებულება თავისთავად ცხადია აშკარადად ჩანს ამ ფილმში. ეს არის ადამიანის თვალით ეს პოპულარულ საგანმანათლებლო ენაზე გამოხატული სახარებისეული სიუჟეტები და ერთ-ერთ ასეთ ფილმს მიეკუთვნება დღევანდელი თქვათ ფილმიც, რომელიც უფრო მძაფრი ეფექტებით არის შემკობილი და აი ამ ფილმებს აქვთ ესეთი საგანმანათლებლო თქვათ მიზანი. მოკლედ მართლმადიდებელი, ევანგელისტურ ბაპტისტური და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების მოსაზრებით ფილმის ჩვენება სავსებით მისაღებია. თუმცა საკმაოდ მძიმე სანახავია ჯვარცმის სცენები. თვითონ ფილმი გრძელდება 127 წუთი, 2 საათი და 7 წუთი. მასე ჩვენ დავაწესეთ აქ ასაკობრივი ცენზი, მივყევით რა, ასე ვთქვათ, მოთხოვნას დისტრიბუტორი კომპანიისა და ეს არ არის რაღაცა შეზღუდვა, ეს არის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებისთვის 13 წლამდე არ არის რეკომენდირებული ფილმებზე დასწრება დიდების გარეშე. სტუდია სანო რეკორდში ნატო გელაშვილი ამთავრებს მუშაობას დუეტზე, რომელიც მან თავის მოსწავლესთან, ლევან კბილაშვილთან ერთად ჩაწერა. ისევ დაგიწყებ ძებნას თავიდან. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა. სახელწოდება ჯერ არ დამირქმევია, იმიტომ რომ ყოველთვის ვარქმევ, როცა ვამთავრებ სიმღერას, ანუ ჩაწერის დროს უკვე მე რომელი სიტყვაც უფრო ისე იკვეთება. და ბევრჯერ რომ მეკითხებიან სათაური არ ვიცი ხოლმე სიმღერას, ანუ ისე მიყვარს უსათაუროდ. რამდენიმე კვირაში ნატო თავისი მორიგი ალბომის გამოშვებასაც გეგმავს, რომელშიც მისი 12 სიმღერა შევა. რაც შეეხება ამ სიმღერას, რომელსაც ჯერჯერობით სახელი არ აქვს, კომპოზიტორს მისი ვიდეოკლიპის სცენარი უკვე მოფიქრებული აქვს და მის გადაღებებზეც მალე ისროლებს. დააგდებ გერა, არ გინდა არაფერი. დამთავრდება ალბათ დღეს ჩაწერის პროცესი და ჩვენ მომენტალურად დავიწყებთ უკვე კლიპზე მუშაობას და ზუსტად ეს იდეა მინდა რომ რეჟისორმაც განახორციელოს. რომ გამოჩნდეს თუ როგორ ირჩეს მუსიკოსობით ბავშვი თავს, ანუ არ მოიპარავს და საერთოდ მინდა რომ ავიღო რეპრესიის პერიოდი, რომ გადაუსახლებენ, ანუ ბავშვი რჩება სრულიად მარტო და როგორ ეს მოლოდინი მშობლის და ის რომ მის ბოლომდე თავის თავს ინახავს პატიოსნებით, ანუ თავისი შრომით. უკვე მე რამდენად გება გაზაფხული თავიდან. ყველაზე ძვირფასი ამ სიმღერაში რაც დევს შინაარსი, იმიტომ რომ ეს ეძღვნება ყველა პატარას, ყველა მომავალ თაობას დაწყებული ჩემი შვილებიდან და ეს არის თემატიკა, აი რა დევს ამაში, ანუ რაც არ უნდა გაგიჭირდეს, რომ არ უნდა მოიპარო. ბავშვობის ლამაზ ქალაქში ისევ გაწვიმდა, ისევ დაგიწყებ ძებნას თავიდან. ეს არ არის სიმღერა, რომელიც აუცილებლად უნდა გახიტდეს და მარტო იცეკო. ეს არის სიმღერა, რომელსაც ალბათ უნდა ჩაუფიქრდე და რაღაცა აიღო და რაღაცა დაგრჩეს. თორემ ბავშვობის ლამაზ ქალაქში. აი ქალაქში, ხედავ როგორ გამოდის. ნატო გელაშვილის უახლოეს გეგმებში დოკუმენტური ფილმის გადაღებაც შედის. ახლობლების ინიციატივით გადაღებები უკვე დაწყებულია. მე ვაპირებ რამოდენიმე, ანუ პატარა ფილმად გადავიღო ეს ალბომი. ანუ აქ რამოდენიმე ადამიანია ჩართული და ეს იყო ერთგვარი სურვილი ყველასი. არ ვიცი რა მინდა, წლები გავიდა. ყრიწები გალ.
ისევ დაგიწყებძებ ნასტავიდან გალერეა უნივერსში გიორგი აბულაშვილის გამოფენა გაიხსნა. ეს გიორგის პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა მას ბევრ ჯგუფურ გამოფენაშიც მიუღია მონაწილეობა. გიორგი პროფესიით მოქანდაკეა, მაგრამ ფერწერაშიც მუშაობს. მისი ფერწერისათვის დამახასიათებელი შტრიხები ასეთია: აბსტრაქტული ხედვა და ჩამქრალი, გახუნებული ფერები. ცოტა აბსტრაქტული ნამუშევრები არის, სადღაც 35-40 ნახატი არის. შესანიშნავი ფერწერა, შესაძლოა ძალიან არა ასაკის მიუხედავად ძალიან თავისებური, ძალიან ნაზრები ფილოსოფიურად გააზრებული სურათები. მას აქვს ძალიან კარგი პლასტიკა, შესანიშნავი ქანდაკებები და მე ძალიან მიყვარს და ძალიან მწყის რომ არ გამოვიტანა.